გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ასე ქვია ამ კადრებს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების ნახვის საშუალება მოგვეცა საკრებულოს წევრებს. თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ოფიციალურად წერილით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ იყო გარკვეული ინტერესი და სურვილი ამ კადრების ნახვისა და კოლეგებთან ერთად მეც ვესწრებოდი ამ ჩვენებას. მე გუშინ კომენტარებშიც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, რომ ალბათ ჯობდა რომ არ მივსულიყავი, მაგრამ არსებობს ადამიანური რაღაც ცნობის მოყარეობა, ინტერესი და სწორედ ამის გამო აღმოჩნდი იქ. არ მივსულიყავ იმდენად, რამდენადაც ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე ესეთი სასიამოვნოს არც ველოდებოდი პრინციპში. მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე შევამზადე თავი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი მენახა როგორც ასეთი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც საკმაოდ მძიმე საყურებელი კადრებია და ვიტყვი ერთ რამეს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე რა შთაბეჭდილებაც მე დამრჩა, რა გრძნობაც მე შემექმნა ამ კადრების ხილვის მერე, მე როგორც ერთ ადამიანს მგონია, რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ამ კადრების ასე ხელაღებით განსაჯაროება, იმიტომ რომ მესმის ადამიანური ცნობის მოყარეობა და ინტერესი, როდესაც გამოცხადდება, რომ ამ კადრებს აჩვენებენ, ალბათ ჩვენი თანამოქალაქეები ერთგვარი სურვილით იქნებიან შეპყრობილი, რომ ნახონ და შემდეგ ალბათ ექნებათ იგივე განცდა, რაც გქონდა ჩვენ. კადრები საკმაოდ მძიმეა, კადრები არის, ძალადობის მწვერვალის გამომხატველი. ერთია რომ რა თქმა უნდა ძალადობის მსხვერპლი დაფარული უნდა იყოს, მაგრამ მსხვერპლის დაფარვის გარეშეც პრინციპში არ არის იქ არაფერი სანახავი და შევადარე კიდეც, რომ ეს დაახლოებით იგივეა ყოველ საღამოს რო აიძულო ადამიანი, რომ საშინელებათა ფილმს უყურეო, ხო? ამიტომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ამ კადრებში არსებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები უნდა იქნას გამოყენებული სასამართლოს მიერ და მათ განადგურებაზე ალბათ არ უნდა იყოს ამ კონტექსტში საუბარი. მეორეს მხრივ მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ უნდა იყოს შესაძლებელი და ის უნდა იყოს ბოლომდე დაფარული. მესამეს მხრივ თუ კი ინტერესი მაინც და მაინც წარმოიქმნება, რომ გვინდა ნახვაო რაღაც ზედმეტი ტაბუს დადება და დაფარო ამ ყველაფრისა, შეიძლება არ იყოს მიზან შეწონილი, მაგრამ ერთი და მთავარი ის არის, რომ არაფრით არ საჭიროებად არ მიმაჩნია ის, რომ რაღაც საერთო საჯარო ნახვა მოხდეს ამ კადრებისა. რაც შეეხება შთაბეჭდილება ჩემი, პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე ვნახე, ვერაფრით ვერ ჩაითვლება ეს რაღაც კონკრეტულ ქალაქში, კონკრეტულ დაწესებულებაში, კონკრეტულ სახლში ჩადენილი ძალადობის ფაქტი, დანაშაული და ეს არის რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ერთეული ფაქტი. იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველაფერი კონტროლდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი ისმინებოდა, არ შეიძლება რომ ასეთი ფაქტები გამორჩენოდა ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ყურადღებიდან და ეს დავაბრალოთ ვიღაცის, რომელიღაც სოფელსა თუ ქალაქში ადგილობრივ ინიციატივას. აქედან გამომდინარე, ხლა გნებავთ ამას სისტემური დაარქვით, გნებავთ უწყებრივი, გნებავთ რაღაც სახელმწიფოს ნაწილი. მხრიდან ეს მოქმედება უნდა დამთავრდეს. მეორეს მხრივ ამ კადრებით აჟიტირება საზოგადოებისა და რაღაც ვაჭრობა უნდა დამთავრდეს და მესამეს მხრივ ადამიანებზე ზემოქმედება, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებზე ასეთი კადრების ხილვის გამო ზემოქმედება უნდა დასრულდეს. ეს არის და ეს. დანარჩენად ახლა რა დამტკიცდება, რა დადგინდება ამ კადრებით და კიდევ ვიზე გავლენ და სად მიდის, ასე ვთქვათ, სათავეები ამ დანაშაულისა. ეს რა თქმა უნდა გამოძიების საქმეა, გამოძიების ვთქვათ პრეროგატივაა და ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ობიექტურობით ეს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი. და ბოლოს ერთია როცა ადამიანი ჩადის დანაშაულს, ზოგადად ვამბობ ამას, ერთია როდესაც კერძო და კონკრეტული პირი მოქმედებს, მაგრამ მეორეა როდესაც სახელმწიფო
აკეთებს ამ თუ იმ ნაბიჯს საზოგადოების საზიანოდ. წინა ხელისუფლების ფარდის ახდა ამ კადრებით არანაირად დამატებით ჩემი აზრით არ მოხდება. მას ფარდაც ახდილი აქვს, ჯვარიც დასმული აქვს და ფინალშიც გასულია, როგორც ასეთი, მაგრამ მე გუშინ ვიყავი სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სამინისტროში, სადაც ეს კადრები არის დახურულ რეჟიმში დღევანდელი მდგომარეობით, ხო? ამიტომ თუ ის კადრები გამოვა და განსაჯაროვდება, ეს იქნება სახელმწიფოს ნება და გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო საკუთარ თანამოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს. მე არ მყავს ხედულობაში იმ კადრებში მყოფი ძალადობის მსხვერპლი, არც ძალადობის ჩამდენები. მე მყავს ხედულობაში ის ადამიანები, რომლებიც ნახავენ ამ კადრებს და აუცილებლად დაითრგუნებიან, ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი გუშინ ან ადრე მისი მხილველები. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთლიანი მასალის დაახლოებით 10% ვნახეთ და მე უბრალოდ არანაირად არ მოგინდება ეხლა თუ მაზოხისტი არ ხარ ადამიანი ამ კადრების ნახვა, იგივე გაუკეთებიათ დიპლომატიურ კორპუსს, რამდენადაც მე ვიცი, იგივე გააკეთეს ჟურნალისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ იქ არაფერი არ არის რაღაცეთი მიმზიდველი და საყურებელი, მით უმეტეს როცა გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მეორდება დაუშვათ 5-ჯერ, 10-ჯერ და ასე შემდეგ. ამიტომ ის რაც არის ყველასთვის ნათელი და ცნობილი გახდა, ხო? ამიტომ რაღაცა წერტილი უნდა დაუსვათ, თორე ეს ყველაფერი არ დამთავრდება. ასე შევაფასებდი მე ამ კადრებსაც, ჩემს მისვლასაც და რითიც დავიწყე მე დამთავრებდი. კარგი იყო რომ არ მივსულიყავ. ამ კადრებით ჩვენებაში რამდენად პოტენციალურ პოლიტიკურ მოტივს რომ მაქსიმალურად საზოგადოების პერმანენტთან აფრიკელების კადრებთან მაქსიმალურად მოხდეს იგივე ოპონენტების ცით რა არის რომ არ ვიცი ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თუ ამ კადრებით ვინმე ფიქრობს რომ ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, მე ასე არ მგონია. შეიძლება მე სხვაგვარად უყურებ და საზოგადოება სხვაგვარად უყურებს, იმიტომ რომ იმდენი რამ ნახა 9 წლის განმავლობაშიც და უკანასკნელი 1 წლის განმავლობაშიც, თუ 8 თვის თუ 10 თვის განმავლობაშიც საზოგადოებამ რომ მე არ მგონია რაღაც კრიტიკული მასის მოგროვება მოხდეს ამ კადრების ჩვენებით საზოგადოების დიდ ნაწილში. ეს ჩემი აზრია როგორც ასეთი. რაც შეეხება პოლიტიკის დოზას, ნუ ბუნებრივია რომ ასეთ რამეებში ყველაფერთან ერთად პოლიტიკაც არის. უბრალოდ მე მაკვირვებს არგუმენტები, აი გუშინაც უსმენდი, ადრეც მომისმენია, რომ ეს კადრები სამეგრელოს სამალავებში კი არ იყო, არამედ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და მერე ჩააწყვეს იმ კასრებში. ვინც ამ კადრებს ნახავს ხალხო, რა მნიშვნელობა აქვს ის კასრში ედო, შსს სამალავში იყო თუ ვიღაცას ჯიბეში ედო. ეს ხო მოხდა, ეს ხო ფაქტია. რეალურად ხომ ხედავ რომ სხერპლი ჩანს, მოძალადე ჩანს და კატასტროფა ჩანს როგორც ეს. ასე დრო შეიძლება რომ ენა მოგიტრიალდეს პირში და თქვა რომ იცი რა ეს იქ კი არ იპოვნეს, სხვა არ იპოვნეს. თვითონ ფაქტს ხომ არავინ უარყოფს. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი. რაც შეეხება ახლა მეორე და მეათე ხარისხოვან თემებს რომ სად იყო, როგორ იყო, რანაირად იყო, კი ბატონო, ეს უფრო პოლიტიკასთან ასე თქვათ დაკავშირებული თემაა და თუ ამას შედავების არგუმენტი ქვია შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ სხვა განყენებულ და სხვა ესე ირიბ თემებზე ყურადღების გამახვილებას უბრალოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ და მე ვფიქრობ, ვინც ამას აკეთებს, უფრო ცუდ მდგომარეობაში იგდებს თავს და ამ ტიპის არგუმენტებით ამ კადრების ასე ვთქვათ, გამართლება კი არა, რაღაცნაირად სხვა მიმართულებით გადაყვანა, ვფიქრობ, რომ მიზანი შეუწონელია. და რა არის ისიც, რომ ახლა თუ ამ კადრებით აქვს გამიზნული ვინმეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, არც ეს მემაჩნია მაინც და მაინც მორალურად გამართლებულად. თუ ამ კადრებით ისევ და ისევ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების მონუსხვა საჭირო, უბრალოდ საჭიროებად არ მიმაჩნია ამგვარი მომენტი, მაგრამ თავარი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ისე ერთიანი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე წერტილ დასმულად უნდა ვაქციოთ. ჩამდენის თვალსაზრისითაც, მსხვერპლის თვალსაზრისითაც, ჩვენების თვალსაზრისითაც, ქულების დაწერის თვალსაზრისითაც, საზოგადოების აჟიტირების თვალსაზრისითაც და ყოველ მხრივ. თუ გვინდა საერთოდ რომ რაღაცა მოვიტოვოთ უკან და ცოტა უფრო წინ გავიხედოთ ადამიანური ცხოვრების თვალსაზრისით.
საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, ალბათ უპრიანი იქნება ჩემის მხრიდან და თქვენთვისაც უფრო მისაღები იქნება, რომ ზოგადად დამოკიდებულება გამოვხატო ჯერ ახალი მემარჯვენეებისა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამაში ახლა ორიგინალური ნამდვილად ვერ ვიქნები, ეს არ იყო ტიპიური და ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო სააკაშვილის წინააღმდეგ რაღაც რეფერენდუმის ტიპის არჩევნები და მე ვიტყოდი, რომ ოქტომბრის არჩევნების საპრეზიდენტო ერთგვარი გაგრძელება იქნება ამ რეფერენდუმისა, რომ საბოლოო წერტილი დაესვას წინა ხელისუფლების უკვე ამ შტოსაც, რასაც პრეზიდენტი ქვია. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები ვერ გამოდგება და ვერ იქნება ჩემი თვალთახედვით და ჩემი წინასწარი შეფასებით კონკურენტუნარიან არჩევნებად, ის უფრო იქნება სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, საბოლოო დასასრულზე წერტილის დასმა და აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ახალი მემარჯვენეებისათვის ოქტომბრის 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები რაღაც განსაკუთრებული და მაღალი ინტერესისაგანს ნამდვილად არ წარმოადგენს. მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ აქაც ვერ იქნება ორიგინალური, რომ ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება პირდაპირ და საყოველთაო კენჭისყრის წესით, იმიტომ რომ კონსტიტუციითაც, პოლიტიკური ნების თვალსაზრისითაც საქართველოს გადადის როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო წყობაზე და მას უფრო მიესადაგება სამომავლოდ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანწილად შეკვეცილი ფუნქციებით და შეიძლება ის პრეზიდენტი, რომელიც ოქტომბერში აირჩევა, იყოს უკანასკნელი პრეზიდენტი პირდაპირ და საყოველთაო წესით არჩეული და ესეც გარკვეულწილად რაღაც ამაღლებულ ინტერესებს ცოტაოდენად წევს დაბლა. ჩვენთვის და ჩვენ ეს არაერთგზის გვითხოვს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო დიდ მობილიზაციას ვუკავშირებთ 2014 წელს ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც პიროვნული არჩევნებია, თუმცა მასში ბუნებრივია პოლიტიკური ორგანიზაციები ორგანიზაციულად იქნებიან ჩართულები. არა, უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო მეტ შეხებაში იქნება როგორც პარტიულ სტრუქტურებთან, ისევე თითოეულ მოქალაქესთან, მასში ადგილზე ინტერესი გამოჩნდება კონკრეტული მოქალაქეებისა, მუნიციპალიტეტის დონეზე, ქალაქის დონეზე, შეიძლება სოფლის დონეზეც, არ ვიცი რა სისტემა შემოგთავაზებს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური მომავალი სამიზნე, მომავალი სერიოზული მიჯნა მაინც გადის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ბოლომდე რომ დავაკმაყოფილო თქვენი ცნობის მოყარეობა და კითხვა უპასუხოდ დატოვა ასეთი შთაბეჭდილება რომ არ შეგექმნათ, მე ვიტყვი ორ რამეს. პირველი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალ მემარჯვენეებს საკუთარი დამოუკიდებელი კანდიდატურა არ ეყოლებათ. ეს ერთი. რაც შეეხება ჩვენს ამა თუ იმ ფორმით ჩართულობას არჩევნებში, ჯერ არის დრო დარჩენილი, ჯერ არ არის გამოკვეთილი საბოლოოდ დაუშვათ მსურველთა და არამსურველთა სპექტრი, კანდიდატთა და პოტენციურ კანდიდატთა ვინაობები არ არის გარკვეული და აქედან გამომდინარე, დაახლოებით 1 თვე არის კიდევ, რათა ამ პროცესში ჩართვა არ ჩართვასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება და სწორედ ასეთი არის ჩვენი მიდგომაც ამ 1 თვის მიმართ. რაც შეეხება კონკრეტიკას, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა, რომ ბატონი ჯონდი ბაღათურიას მიერ ბატონი პაატა ბურტულაძის კანდიდატის დასახელებას, მე ნამდვილად ვერ უპასუხებ ამ თქვენს კითხვას ანისე ანასე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მახსენდება ცნობილი გამოთქმა, რომ ბავშვი არ დაბადებულა და აბრამს არ ქმევდნენო. ჯერ ბატონი პაატასგან პასუხი არ არსებობს და ეხლა ვარაუდებით დასკვნების გაკეთება მე მგონი არ არის კარგი საქმე, ხო? ამიტომ თავად ბატონმა ჯონდიმაც ბრძანა, რომ ეს არის ვერსია, ამაზე მუშაობა მიდის, ბატონი პაატა ფიქრობს და ასე შემდეგ. ალბათ როცა ჩამოყალიბდება პოზიცია შემთავაზებლებისაც, ინიციატორებისაც და კონკრეტულად კანდიდატისაც, მაშინ უფრო მიზანშეწონილი და უპრიანი იქნება პოზიციონირება როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე
ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციებისა თუ პირების. ამიტომ ამ თემაზე უფრო მეტ სიღრმეში შესვლას არ ვაპირებ. მე ვთქვი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, რაც შეეხება ჩვენ გვეყოლება კორპორატიულად, პოლიტიკური კორპორატიული თვალსაზრისით კანდიდატი თუ გვექნება დამოკიდებულება ზოგადად ამ არჩევნებისადმი ისეთი, როგორიც მე წეგან უკვე აღვნიშნე, ამას ყველაზე გვიან ერთი თვის ვადაში ქართული საზოგადოება გაიგებს. მაინც ალბათ უმთავრესი ამ არჩევნების დანიშნულება იქნება ის, რომ წინა ხელისუფლების დომინანტი ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში საბოლოოდ დამთავრდეს და დაიწყოს რაღაცნაირად ახალი ცხოვრების, ახალი პოლიტიკური ცხოვრების მიჯნა და ეტაპი, მით უმეტეს ცალკეული განცხადებები ამ ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების იმპულსებს კიდევ უფრო ზრდის, რომელიც გაკეთდა ბოლო პერიოდში პრემიერის განცხადება მოხდა ხედულობაში. იცით რა არის დასაწყისში ვიტყვი იმას, რომ მე ხლა რაც არ უნდა ვთქვა, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად წასვლა და არ წავიდესო, ამით არაფერი არ შეიცვლება, ან რო ვთქვა, რომ ძალიანაც კარგია, რომ ამას გააკეთებს, არც ამით არაფერი შეიცვლება, ხო? ბატონო ივანიშვილი ამას გადაწყვეტს დამოუკიდებლად, რაც შეეხება რამდენად მოსალოდნელია, რომ ის ყველაფერი აღსრულდეს, რაც იქნა გაცხადებული, ეს ხო არ იყო პირველად გაცხადებული. ლამიც მოსვლის პირველივე დღეებიდან ჩვენ გვესმის მისგან, რომ მისი მოსვლა არის მოკლევადიანი, მას აქვს რაღაც კონკრეტული მიზანი, ამას ქვია ყოფილი ხელისუფლების გასტუმრება თუ ამას ქვია საქართველოს სახელმწიფოს რაღაც უფრო სხვა მისთვის უფრო მისაღებელს განვითარების რელსებზე გადაყვანა თუ კიდევ სხვა რამ არ ვიცი, ეს უფრო მისი სასაუბროა, მაგრამ ეს არ არის მოულოდნელობა. აქედან გამომდინარე, წასვლა არ წასვლის თემა, რო ვთქვა, რომ არ მერეალურება, ან დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მოხდება დაუშვათ ნოემბერ-დეკემბერში, მეთქი, ალბათ ესეც მართლობას დაემსგავსება. ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ამოსავალი წერტილი ორი რამ და ორი თემა არის მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ მმართველი კოალიცია და მისი ლიდერი, ბატონო ივანიშვილი, გაითვალისწინებს ამ ორ რამეს. პირველი ეს გახლავთ ქვეყნის სტაბილურობა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ და სპონტანური გადაწყვეტილებები, მოუმზადებელი გადაწყვეტილებები, სიურპრიზული გადაწყვეტილებები არ მგონია, რომ ასე თქვა, დადებითად წაადგეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მე ვფიქრობ, რომ მართლ კოალიციასაც არ უნდა უნდოდეს ასეთი რაღაც, რომ კითხვის ნიშნები ბევრი დატოვოს და არეულობების, ასე ვთქვათ, დაწყების მაღალი შანსი დარჩეს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის დროს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც სამწუხაროდ ვერ აღსრულდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის რეალური მრავალპარტიულობა, რომელიც გახლავთ ფუნდამენტი დემოკრატიისა სახელმწიფოში. კი ბატონო, არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითია. თავი დავანებოთ იმ ხელისუფლების შეფასებას ერთი წუთი. ისეთი ხელისუფლება რომ შეიცვალა, როგორიც შეიცვალა, ეს კიდევ უფრო ზრდის ამ დადებითობას, მაგრამ ზოგადად რომ არჩევნებით შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება 2012 წლის 1 ოქტომბერს, ეს არის კარგი, მაგრამ ცუდი არის ის, რომ რეალური მრავალპარტიულობისათვის პირობები ვერ არის შექმნილი და ისევ პოლარიზებული საზოგადოება, პოლარიზებული პოლიტიკა და თუ გნებავთ პოლარიზებული მედია, ნუ გეწყინებათ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის არის მრავალფეროვნება და მრავალპარტიულობა, არის საჭირო საზოგადოების, ასე ვთქვათ, საზოგადოების ჯგუფებისათვის მრავალფეროვანი არჩევანის მიცემა და თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია. აი თუ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად თავის თავში ამ მიმართულებით გადასადგმელ პოზიტიურ ნაბიჯებსაც მოიაზრებს, ეს იქნება კარგი. მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ კი ასეთი არჩევანი სისრულეში მოვა ბატონო ივანიშვილისა, ლოგიკურად პოლიტიკური პროცესი ითხოვს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც მე ვფიქრობ და ჩემი აზრით უფრო
ასე ვთქვათ, მრავალფეროვან პოლიტიკურ ლანდშაფტს შექმნის, ვიდრე ის დღეს გვაქვს. საქმე რა არის, იცით, რომ ჩემ მხარდაჭერა არ მხარდაჭერასა და მოწონება არ მოწონებაზე არ არის საუბარი. მე ძალიან ესეთი ტრივიალურ ჭეშმარიტებას ვამბობ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ერთის მხრივ იყო სააკაშვილის მიმართ რეფერენდუმის ტიპის ღონისძიება და მეორეს მხრივ იყო ბიძინა ივანიშვილის ხიბლით გაკეთებული არჩევანი. ეს ხიბლი მის პიროვნებაში, მის ქველმოქმედებაში, მეცენატობაში, იმაში, ამაში, შესაძლებლობებში თუ რაში მდგომარეობს, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ საზოგადოებამ და მე ხო ჭკვატყოფელი კაცი არ მეგულება არავინ, რომელიც არ იტყვის, რომ ეს ძირითადად იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ხიბლით და მისი მოწონებით და ზოგი სიყვარულით გაკეთებული არჩევანი, ხო? მე ამით აბსოლუტურად არ ვაკნინებ კოალიციის სხვა სუბიექტებს, მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი ასე მოხდა და თვით კოალიციის სუბიექტებიც ამას ადასტურებენ, ხო? როდესაც ეს ადამიანი გვერდზე იწევა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მე მალე წავალო, ბუნებრივად ის არჩევანი, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააკეთა 1 ოქტომბერს, ჰაერში დაკიდებულად და უპასუხოდ რჩება, უპატრონოდ რჩება, როგორც ასეთი. ნუ ლოგიკურად ჩნდება მაშინ კითხვა, რომ თუ გვინდა რომ მოცემულ მომენტში საზოგადოების განწყობები ახლიდან შევაფასოთ და ამ გავლენიანი ფიგურის გარეშე გამოვხატოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მოწონება არ მოწონება, მხარდაჭერა არ მხარდაჭერის რაღაცნაირი აქტი შევადგინოთ, მაშინ მას უნდა დაჭირდეს და ბუნებრივად ჭირდება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ზოგადად მე არ ვარ მომხრე ამ რიგარეშე და რაღაც არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციისა, მაგრამ უნდა ამოხვიდე იმ რეალობიდან, რა რეალობაც გაქვს ჩვენს ქვეყანაში. მე მირჩევნია, რომ წყნარად ტარდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 წლის განმავლობაში, ის მეორდებოდეს და შუაში არ ხდებოდეს გამოდი მაგ კაბინეტიდან და უნდა გადავაგდო აქედან შენი სავარძელი და ასე შემდეგ, ისე როგორც არ მხიბლავს ის, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, დაიწყოს რაღაც პროცესი და შუაგზაში ეს ყველაფერი გადასახედი გახდეს. არ მგონია, რომ ეს ქვეყნისა და სახელმწიფო სტაბილურობისათვის იყოს მიმზიდველი. ერთია შიდა პროცესები ქვეყანაში, რომელიც საჭიროებს სტაბილიზაციას, არც აქ ვიქნები ორიგინალური, რომ მეორეა გარე დამოკიდებულება, ეკონომიკასთან დაკავშირებით, პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ სტაბილურობა უნდა დადგინდეს, დასრულდეს და რაღაცნაირი სრული ციკლებით, პოლიტიკური ციკლებით უნდა წარიმართოს არჩევნები, როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილება, რის წინაშე შეიძლება ჩვენ დავდგეთ, რომ ქვეყნის ასე ვთქვათ, მთავარი არჩევანი, საზოგადოების მთავარი არჩევანი უცებ გადის პოლიტიკური ავანსცენიდან. აქ არ ვიზიარებ მე იმ არგუმენტს, რომ აი განსაკუთრებით მართველი კოალიციის წევრები გამოდიან და ამბობენ, რომ ბატონი ბიძინა ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. თუ გასაგებია, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლა ეს არის გარკვეულწილად ფორმალური პასუხისგებლობიდან გვერდზე გაწევა. ეს არის აქტიური პროცესებიდან გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესებიდან გარკვეულწილად გვერდზე გაწევა. ის რომ ის სამოქალაქო სექტორში იქნება ძალიან კარგი. ის რომ ის თავის ძალისხმევას იმ სექტორში დახარჯავს ძალიან კარგი. თუ ფინანსურ რესურსებსაც მიაყოლებს იმ სექტორის განვითარებისათვის კიდევ უფრო კარგი. მაგრამ მისი პასუხისმგებლობა ის ვეღარ იქნება, რაც უნდა ჰქონდეს მართველი კოალიციის ლიდერს, რაც უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს არგუმენტი, რომ ის არსად არ მიდის, ის ქვეყანაში რჩება და აქედან გამომდინარე მე კიდე მრავალ წერტილი, ეს ვერ არის სრულფასოვანი პასუხი ამ კითხვაზე. ეგრეთ ქვეყანაში შევარდნაძეც დარჩა, როგორც ასეთი, მაგრამ ნუ რა მე არ ვადარებ ამ ორ ადამიანს ერთმანეთს, მაგრამ ქვეყანაში დარჩენა და პასუხისმგებლობის, სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დატოვება ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ამიტომ თუ კი ასეთი რამ მოხდა და თუ კი ბატონმა ივანიშვილმა ჩათვალა თავისი ეს განცხადება, რომ არ არის შესაძლებელი, რომ ისტოვებს გუნდს, რომ მან შეასრულა მისია და წინა ხელისუფლება, რომელიც კარგახნის გასაშვები იყო, მაგრამ გარკვეული უძლურობის გამო ოპოზიციას არ გვეყო მისი გაშვების უნარი თუ ძალა თუ საშუალება და ძირითადი უძლურობა მაინც ფინანსურ რესურსებში მდგომარეობდა, თუმცა არა მარტო ფინანსურ რესურსებში და მანაც გააკეთა და ახლა აპირებს დაუშვათ უფრო სხვა პოზიციებიდან
ქვეყანაში აქტივობას, ეს მისი ნებაა, მისი საქმეა, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ და თუ გნებავთ, ასე შევთანხმდეთ ამ თემაზე და ამ კითხვაზე პასუხს ამით დავასრულებ. ალბათ სახელმწიფოს ინტერესები უნდა დადგეს ყველაზე წინ და ამ ნაბიჯმა არ უნდა დატოვოს მცირედი შანსიც კი, ნატამალიც კი იმისა, რომ შეიძლება რაღაც ინსტიტუციონალური დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში, იმისათვის რომ რაღაც კვეთრი და მკაფიო და მძაფრი დაპირისპირებები განვითარდეს ქვეყანაში და ასე შემდეგ. თუ ამ ქვეყნის განვითარება არის ამოსავალი წერტილი, ამ ქვეყნის განვითარება სჭირდება სტაბილურობა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც. ახალს ვერაფერს ვიტყვი მეთქი წეღან ვამბობდი ამ კუთხით, ის რომ ყველა ინვესტორს, ყველა პოლიტიკურ პარტნიორს, ყველას აბსოლუტურად ვისაც ამა თუ იმ სახის ინტერესი აქვს საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, მე ვამბობ პოზიტიური განწყობიდან გამომდინარე, მტრულ ინტერესებზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა რომ იყოს ქვეყანა სტაბილური. მხოლოდ მტრებმა შეიძლება ისურვონ მუდმივი არეულობა, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება ქვეყნის შიგნით და არ უნდა დაუშვათ ის მომენტი, რომ სწორედ იმ მტრულად განწყობილი ძალების წისქვილზე დავასხათ ამა თუ იმ ნაბიჯით წყალი. და რაც თავარია, მოსახლეობას უნდა სტაბილურობა, როგორც ესეთი, ახლა ბანალურია ფრაზა რომ თქვა რომ დაიღალა და კი დაიღალა არა, გადაიღალა, გადაითანგა როგორც ესეთი, თან რაღაც პერიოდულად იმ ტიპის კადრებით და რაღაც უბედურებების ჩვენებით. ამიტომ მას უნდა ესეთი სტაბილური, წყნარი, განვითარებადი გარემოს შექმნა და განვითარებადი გარემო შესაბამის გადაწყვეტილებებს მოითხოვს მმართველი პოლიტიკური ძალისაგან. ეს უნდა დავაყენოთ, ფიქრობ, უპირველეს პრიორიტეტად, როდესაც ამა თუ იმ ინიციატივით გამოვდივართ და ვაჟღერებთ. თქვენი კითხვა უფრო ალბათ ექსპერტებს ეკუთვნის, ან პოლიტოლოგებს, იმიტომ რომ ხო მე ვსაუბრობ ერთი პოლიტიკური ძალის პოზიციიდან და უნდა შევაფასო არათუ მმართველი კოალიცია, არამედ კოალიციის შიდა სამზარეულო, როგორც ესეთი. მე მთავარ მინუსად კოალიციის მიმაჩნია მთავარ მინუსად. ეს არ ნიშნავს, რომ ერთადერთი მინუსია, რაღაცა შეიძლება ვეთანხმებოდე, მაგრამ ბევრ რამეში მათ არ ვეთანხმები, მაგრამ მთავარი მინუსი და ეს არ არის მხოლოდ მე მგონი ჩემი შეფასება, ეს არის ტემპი. გადაწყვეტილების მიღების უნარი, სისწრაფე და მისი აღსრულება. ეს არის მმართველი კოალიციის მთავარი მინუსი. ეს ეხება ყველაფერს. ხო არის საუბარი დაუშვათ. სამართლიანობის აღდგენა იყო მთავარი დაკვეთა საზოგადოების. სამართლიანობის აღდგენის კუთხით ტემპები აშკარად არის არადამაკმაყოფილებელი. ეკონომიკური და სოციალური პროგრესი იყო საზოგადოების დაკვეთა. ამ თვალსაზრისითაც ვერ ვიტყვით, რომ მმართველი კოალიციის მხრიდან რაიმე ასე ვთქვათ, მაღალი ტემპები და იმპულსები და დინამიკაა. უსაფრთხოების საკითხი საშინაო და საგარეო კუთხით, ანუ დაუშვათ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან დაწყებული ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებაზე. ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ ამ კუთხით არის რაიმე მაღალი ტემპები. აღარაფერს ვამბობ იქ სოფლის მეურნეობაზე, აღარაფერს ვამბობ ბიზნესის განვითარებაზე და ანუ ზოგადი მინუსი ჩემი აზრით ყველაზე უფრო მთავარი ის არის, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით, გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობის თვალსაზრისით და მათი აღსრულების ტემპის თვალსაზრისით ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი მმართველი კოალიციისა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჭრელი სპექტრი ხელისუფლებაში ამ ტემპებს კიდევ უფრო დაცემს დაბლა და დაწევს დაბლა. დღეს ასე ისე ბიძინა ივანიშვილი მაინც არის როგორც ასეთი ბოლო წერტილის დამსმელი, ბეჭდის დამტყმელი ხელის მომწერი, ხო? მე ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვაკნინებ მეთქი კოალიციის სხვა წევრებს, მაგრამ ბოლო სიტყვა მასზეა და თუ ვინმე მგაბედა და ცოტა სიტყვამ წინ გაუსწრო, როგორც ასეთი, მან შესაბამისი პასუხი მიიღო კოალიციის ლიდერისგან. აქედან გამომდინარე, დღეს დაბალი ტემპების ფონზე ეს პიროვნება არსებობს და ამ პიროვნების არარსებობის შემთხვევაში ეს ტემპები საერთოდ საწავა და ეს შიდა გამიშვი გამატარე და გადაკაჩვის მომენტი რა შედეგს მოგცემს, ამის წინასწარ მეტყველება ძალიან ძნელი იქნება. თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ეს მომენტიც
გადასავლელია და გადასატანია. სახადივით არის, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფოს ამ რეჟიმში, კოალიციური მთავრობის რეჟიმში არ უცხოვრია, მას მოუწევს ადრე თუ გვიან ამ რეჟიმში ცხოვრება და ეს უნდა გადაიტანოს, საზოგადოებამაც უნდა ასე ვთქვათ, გადახარშოს ეს ყველაფერი და ხელისუფლებაში ერთი კოალიციის შიგნით რეალური პოლიტიკური თანაცხოვრების პრეცედენტებიც უნდა შეიქმნას. ეს არის მრავალპარტიულობა. მრავალპარტიულობა როგორც პოზიცია ოპოზიციის კუთხით, ასევე კოალიციურობა ხელისუფლებაში. ეს რეალობაა. ეხლა რამდენად შეძლებენ, მოდით ნუ მამარჩიელებთ ამ თვალსაზრისით, მე არ ვარ აქ ეხლა რაღაც პოლიტოლოგის სტატუსით მოსული და არც სურვილი მაქვს მართალი გითხრათ, მაგრამ რისი სურვილიც მაქვს, იმას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მრავალპარტიულობა არის ამოსავალი წერტილი დემოკრატიისა და ერთმანეთის კონტროლისა. მოდით კითხვას დავსვავ რიტორიკულად თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე. ვერც აქ ვიქნები წინასწარ ვამბობ ორიგინალური ალბათ, თუმცა შეიძლება ზოგი არ დამეთანხმოს. ის კადრები, რომელზედაც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი ამ სამეგრელოს ეგრეთ წოდებულ სანახებში აღმოჩენილი თუ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენ ვიცით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ციხის კადრები და მილიონი რამე. ხა ციხის კადრები გახდა საზოგადოების რაღაც განსაკუთრებული აღშფოთებისა და მსჯელობის საგანი, თუმცა ჩემთვის 9 წელიწადი სულ ციხის კადრები იყო. სულ აბსოლუტურად. დაწყებული რევოლუციით, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია არის ციხის კადრების პირველი კადრი, მე თუ მკითხავთ როგორც ესეთი. და შემდეგ ეს ხდებოდა იგივე ჟვანიას ამბები, იგივე გირგვლიანის ამბები, იგივე, ავიცი, აგვისტოს ომი, ეს ყველაფერი ციხის კადრების ის იყო ჟურნალი. ან პირველი სერია, მეორე სერია და ასე შემდეგ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? კითხვას ვსვავ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა ამ ქვეყანაში უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში? რა თქმა უნდა, ქვენ მიზეზები ბევრია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ეს არის უკონტროლო ძალაუფლების ფლობა. არც აქ ვარ ხო ორიგინალური, რომ ხელისუფლება რყნის და აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყნისო. მე არ ამგონია, რომ ბავშვი სააკაშვილი ყოფილიყო ისეთი, როგორიც ის იყო ბოლო წლების განმავლობაში. ან ბავშვი მერაბიშვილი, ან ბავშვი ადეიშვილი, ან ასე შემდეგ. ან ახალგაზრდა თუ გნებავთ. ნელ-ნელა გახდნენ ესეთები და განსაკუთრებით გახდნენ მაშინ, როდესაც ცაქუდად არ მიაჩნდათ. უკონტროლო იყო აბსოლუტურად ყველაფერი, კონსტიტუცია, ბიუჯეტი, ყველაფერი. და ადამიანები ვართ ჩვენ და ადამიანი ირყნება ამ ყველაფრის უფლების ფლობის პირობებში. როგორც ასეთი. და ნუ იტყვის ნუ რავინ რომ მე გარდა მემართებაო. აი აღმოჩნდი მაგ სიტუაციაში და დაგემართება თუ არა მე ვნახოთ როგორც წესი ყველას ემართება. ამიტომ რომ არ დავაყენოთ ასეთი ტესტის წინაშე ახალი ხელისუფლება რომ ამას დაემართება, იქნებ და არ დაემართოს, ეს იქნებ უფრო კარგია. ეს მარჩელობა და ასეთი კითხვები მეამიტობას უფრო ჰგავს და პოლიტიკურ უმწიფრობას. ამიტომ გამოცდილია, აპრობირებულია, მიღებულია, რა ვიცი, შემოწმებულია, რომ ხელისუფლებაში უნდა არსებობდეს კონტროლი. კონტროლი ხელისუფლების შტოთა შორის, კონტროლი პოლიტიკურ პარტიებს შორის, კონტროლი მართლ ძალაში და კონტროლი ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს შორის. უნდა არსებობდეს კონტროლი საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ არსებობდა და არც დღეს არსებობს მაინდა-მაინც მაღალ ხარისხში საქართველოში. კონტროლი მედიის მხრიდან, როგორც ასეთი და კონტროლი უბრალო რიგითი მოქალაქის მხრიდან. ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს იმ ზედა წერტილიდან, რასაც ხელისუფლების შტოთა შორის და ხელისუფლებაში ურთიერთკონტროლი ქვია. ამას ვერ გააკეთებ თუ კი 80% აქვს ერთ პოლიტიკურ ძალას, ყველაფერი აქვს ერთ პოლიტიკურ ძალას და მით უმეტეს იმ ერთ პოლიტიკურ ძალაში ერთ პიროვნებას. ეს არ არის განვითარების საუკეთესო მოდელი. სამწუხაროდ, ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ ეს ჭირს. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს 23 წელი არის უქმად დაკარგული ქვეყნისთვის, არავითარ შემთხვევაში. ამომრჩევლიდან დაწყებული პოლიტიკური სპექტრით დამთავრებული შუაში ყველაფერს გულისხმობ, მათ შორის მედია, რა თქმა უნდა, პროგრესირდა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც 21 საუკუნის მსოფლიო მოთხოვნა სჭირდება. დიდი მადლობა თქვენ.